თუ კიდევ ერთხელ მონახავთ რაიმე კანონში ისეთ გამოსავალს, რითაც დაარღვევთ და პირები რამდენიმე ათეული ადამიანი დაარღვევს 1,5 მილიონზე მეტი ადამიანის უფლებას, პირობას გაძლევთ, რომ პირადად მე თვითონ ვიქნები ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ის ხვრელიც, რომელიც კანონში იპოვეთ, ამოვსებული იყოს. და ასე იმ დრომდე, ვიდრე პროტესტის გამოხატვა შეუძლებელი გახდება. მიზანს, რომელსაც არც მალავს ქართული ოცნება დღეს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. რეჟიმმა რეპრესიული კანონი დაამტკიცა და ქუჩის პროტესტი პრაქტიკულად კრიმინალად გამოაცხადა. აქ რეჟიმის პოლიცია მოქალაქეებს ტროტუარზე დგომისას აკავებს, რაც ამ დრომდე უკანონოდ მიიჩნეოდა. ოცნებამ კი დღეს სწორედ ტროტუარზე პროტესტი შეძღუდა, რის შემდეგაც უკანონოდ შესაძლოა მხოლოდ მომიტინგების მოქმედება ჩაითვალოს. რეჟიმმა ახალი წესი დაჩქარებულად ზუსტად 2 დღეში დაამტკიცა, თუმცა თავიდანვე ისედაც რეპრესიულად შეფასებული ინიციატივა თავდაპირველი შინაარსით არ იკმარა და დღეს პოლიციას მოქალაქეების დაკავების ახალი საფუძველიც დაუმატა. ეს რა თქმა უნდა არ უნდა გრძელდებოდეს წლების განმავლობაში. ან წლების განმავლობაში ადამიანებს აქვთ უფლება რომ მოითმინონ შესაბამისად შეკრების და მანიფესტაციის მონაწილეებს აქვთ უფლება რომ თავიანთი აზრი დააფიქსირონ, თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ, მაგრამ ამავდროულად სხვათა უფლებების შეზღუდვა არის დასაშვები მხოლოდ დროის მცირე ვადით, რასაც ამბობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ანუ თუ რეჟიმის პოლიცია ჩათვლის, რომ პროტესტის გამოხატვა უკვე დაასრულეთ, ის უნდა დაასრულოთ კიდეც. სხვა შემთხვევაში ოცნების კანონი სამართალდამცველებს აქციის დაშლის და თუ საჭიროა მომიტინგების დაკავების უფლებას ანიჭებს. პასუხისმგებლობის ზომად საფეხმავლო გზაზე პროტესტისთვის სწორედ პატიმრობაა გათვალისწინებული, ჯერ 15 დღით, შემდეგ კი 1 წლის ვადით. რა თქმა უნდა ადეკვატური არ არის, თუმცა მოქალაქეებმა უნდა იცოდე, რომ კანონი არ უნდა დაარღვიონ. ეს დღეს ოცნების პარლამენტში მიღებული ყველაზე გულწრფელი პასუხია. ლადო ბოჟაძე პირდაპირ გვეუბნება, რომ ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობა პროპორციულ ზომად არ მიაჩნია, თუმცა არც მას და მით უმეტეს არც დანარჩენებს კანონის ხელმოწერაზე უკან არ დაუხევიათ. დასაბუთება ბანალურია. ოცნება გვიმტკიცებს, რომ ასე მოქალაქეების ინტერესებს იცავს, თუმცა ვინ შეწუხდა საფეხმავლო გზებზე პროტესტით და სად ჩანს ეს წუხილი, ივანიშვილის წარმომადგენლები ვერ გვეუბნებიან. ტროტუარის გადაკეტვისთვის 1 წლით მოქალაქეების ციხეში გაშვება ადეკვატურ ზომად მიგაჩნიათ? ადეკვატური ის რომ არ შეუშალოს მოქალაქეებს ხელი არავინ. ვინ გითხრათ რომ ხელს უშლიან? სადმე გამოიხატა ჩივილი ამის შესახებ, მოქალაქეებმა რაიმე გამოხატეს ამის შესახებ წუხილი? რამდენად ადეკვატურ ზომად მიგაჩნიათ 1 წლით მოქალაქის გაშვება ციხეში, მხოლოდ იმიტომ რომ ის ტროტუარზე გამოხატავს პროტესტს? რომელსაც ვიღებ შესაბამისობაშია ევროპულ მოთხოვნებთან. ამიტომ ეს არის ყველგან ქვეყანაში ეს ქვეყანაშია 1 წლის პატიმრობა ტროტუარის გადაკეთება. 1 წელი. თუ კანონს არღვევს ადამიანის უნდა დაისაჯოს. ამისთვის პატიმრობა ადეკვატურ სასჯელად მიგაჩნიათ? არ ეს უნებელ აქ არ შეიძლება იქ არ შეიძლება. შეიძლება ყველგან შეიძლება პროტესტი გამოხატოს, შეიძლება გამოხატოს. პროტესტი გამოხატო. ბატონო ვასილ, თქვენ ნიჭალში გამოხატავთ პარლამენტის შენობასთან მნიშვნელობა არ აქვს ბატონო ვასილ. თანაბრებში წერია რომ რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან მარტივი ლოგიკა. 2 ადამიანი რო 15 ადამიანს შეუქმნის პრობლემას, ეს პრობლემაა თუ არა, ამაზე შევთანხმდეთ. ეს გზავნილიც პროპაგანდისტურია, რადგან როგორც გაირკვა, რაოდენობას მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. ოცნების კანონში წერია, რომ პოლიციას ტროტუარზე მასობრივი შეკრების დაშლაც კი შეიძლება. არადა მას შემდეგ, რაც რუსთაველზე აქციის გამართვა შეუძლებელი გახდა, ევროპული მომავლისთვის ბრძოლის ასპარეზად სწორედ საფეხმავლო გზები რჩებოდა. აღწევს თუ არა ასე ოცნება პროტესტის გაქრობის მიზანს. მოქალაქეების პასუხი ცალსახაა. მე მგონია რომ ეს კანონი არ იმუშავებს, იმიტომ რომ რუსთაველის პროტესტმა 1 წელს გაუძლო დარბევებს, გაუძლო უიმედობის ხანას, გაუძლო ყველა გამოწვევას და იქ დგას მტკიცედ, ამიტომ მე მგონია რომ ეს პროტესტი კანონში შეტანილი ცვლილებებით ვერ მოისპობა. ნებისმიერ ადამიანს აქვს უიარაღო შეკრების უფლება. ეს არის ის კანონი, რომელსაც ხაზი გადაუსვა საქართველოს არალეგიტიმურმა მთავრობამ უსწრებს, რომელსაც სურს ხაზი გადაუსვას, მე მათ მოუწოდებ ფრთხილად იყვნენ, რადგან ზუსტად აი ამ მუხლებით საქართველოს კონსტიტუციის ძალიან უხეში დარღვევით გასამართლებიან ისინი, ასე რომ ძალა ხალხშია და არალეგიტიმურ მთავრობაში. ზუსტად ესე არის რუსეთშიც, ეს არის რუსული პრაქტიკა და ამის გადმოღებას ცდილობენ კოპი-პეისტის სახით საქართველოში და ამით ფიქრობენ, რომ საქართველოში ქართულ საზოგადოებაში შეძლებენ პროტესტის ჩახშობას, შეძლებენ რომ დაჯავნონ ქართველი მოსახლეობა, თუმცა გარმოურიცხულია
ოცნების ახალი კანონი პროტესტზე სრული კონტროლის უფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანიჭებს, რადგან ტროტუარზე შეკრების წინ მოქალაქეებმა ნებართვა სწორედ სამინისტროსგან უნდა მიიღონ. გაფრთხილება 5 დღით ადრეა სავალდებულო და მისი ვალდებულება არც სპონტანური შეკრების დროს უქმდება. არადა კონსტიტუცია ადგენს, რომ მოქალაქეებს საპროტესტო შეკრება წინასწარი ნებართვის გარეშე შეუძლიათ. ეს ცვლილებები დამატებით ბარიერებს და წინაღობებს უწესებს იმ ადამიანებს, რომლებიც ისურვებენ, რომ მიიღონ შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობა და ეწინააღმდეგება ეს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს. ხელისუფლებისაგან წინასწარი გაფრთხილების მოთხოვნის ვალდებულება ფაქტობრივად ძირს უთხრის შეკრების თავისუფლების ძირეული იდეას. შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილებები რეალურად არის გაგრძელება იმ რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივებისა, რომლებიც მომეტებულად ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და მას ფაქტობრივად უფუნქციოს ხდის ადამიანებისთვის, იმიტომ რომ უქვემდებარებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას და შემდგომ უკვე სისხლის სამართალწარმოებას და რა თქმა უნდა, როდესაც საფეხმავლო გზაზე შეკრების თავისუფლების რეგულირებაზე ვსაუბრობთ, ეს რა თქმა უნდა სახელმწიფოს მხრიდან არის იმგვარი მომეტებული ჩარევა, რომელიც ვერ გადის ადამიანის უფლებათა სამართლით გათვალისწინებულ მკაცრი შეფასების ტესტს და არღვევს ამ ფუნდამენტურ უფლებას. ვიდრე პატიმრობას საფეხმავლო გზის გადაკეტვის სასჯელად დაადგენდა, მანამდე პასუხისმგებლობის ზომად იგივე ქართულმა ოცნებამ საავტომობილო გზის გადაკეტვისთვის დაადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროტესტი საჯარო სივრცეში უკვე პრაქტიკულად ყველგან კრიმინალიზებულია. ტროტუარების გადაკეტვის შემთხვევაში კი საყურადღებო ისიცაა, რომ მოქალაქე თუნდაც დაემორჩილოს პოლიციელის მოთხოვნას, ის სამართალდამხმევის სტატუსისგან ამით ვერ გათავისუფლდება და შესაბამისად მაინც პატიმრობის რისკის წინაშე დარჩება.